რო გითხრათ, კარგად მეთქი, შეიძლება ეჭუ შეგეპაროთ. მაგრამ მაინც კარგად უნდა ვიყოთ, სხვა უფლება არ აქვს. მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, საქრისტიანოს, მთელ სამყაროს ხარების დღესასწაული, დღე, როდესაც კაცობრიობას ეცნობა ხსნის შესახებ და იმედია ჩვენი ერის და ქვეყნის ხსნაც ძალიან მალე დადგება და ამასთან დაკავშირებით სამწუხარო დღეებიც გავიარეთ პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მაგრამ იმავდროულად ამაღლებული ჟამიც, რადგან ქართველმა ხალხმა, ჩვენმა ხალხმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ მის მიერ განვლილი 1700 წლიანი ქრისტიანობის გზა იყო სულიერი არჩევანი და ამის გამო ხალხი იდგა საათობით ღამეებს ათენებდა მილიონობით ადამიანი, რომ პატივი მიეგო უწმინდესისათვის და იმავდროულად მთელი მსოფლიოსთვის დაენახებია, რომ ჩვენი ღირებულებები და ჩვენი არჩევანი 1700 წლის წინ გაკეთებული იყო გამართლებული და სულიდან მომდინარე და მე ახლა მადლობა მინდა უთხრა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ გლოვაშიც და ზეიმშიც იმავდროულად. საოცარი დღეები გავიარეთ, ნამდვილად სრულიად დამუხტული მთელი ქვეყანა, ბოლოს როდის ვნახეთ ასეთი ემოცია. საოცარი დღეები იყო. სრულიად განსხვავებული ერთმანეთისგან ადამიანები, აქ პოლიტიკურ გემოვნებასაც არ გულისხმობ, როცა სრულიად განსხვავებული. გაერთიანებული, კი ბატონო. ისე საინტერესოა, სხვა კითხვით მინდოდა თქვენთან ინტერვიუ დამეწყო, მაგრამ ეს ნიშანია სხვათა შორის იმის, რომ ასე გაერთიანდება ერი ჩაგვრელი ოლიგარქის წინააღმდეგ ერთშონიერ დღეს და მას წინ ვერაფერი ვეღარ დაუდგება და ამ დღეს იახლოვებენ, რაც შეუძლიათ მაქსიმალურად თავენ დანაშაულებრივი ქცევით. აი ამაზე ვიდრე დავიწყებ საუბარს, სწორედ სხვა შორის გუშინ მქონდა თქვენ ბრიფინგი და ალიევის ვიზიტით მინდოდა. ბარემ არ გამოგჩეს მაბატია. ერთ კითხვას დაგისვამთ ბოდიში, სწორედ იმ დღეების გაგრძელების კონტექსტში, რაზეც ახლა თქვენ საუბრობდით, მოლოდინი როგორი გაქვთ თქვენ ახალი პატრიარქის არჩევნებში, არჩევაში. ეს გინდოდა ჩაერევა ქართული ოცნება. ჩვენი ინფორმაციით ივანიშვილი უკვე ალაგებს მილიონიანი კუპიურის დასტებს სინოდის წევრებზე დასარიგებლად მისთვის სასურველი პატრიარქის გასაყვანად, უხეშად რო ვთქვათ, რა თქმა უნდა უკან მოსკოვის დირიჟორობით და კარნახით. მე მინდა პირველ რიგში განვაცხადო, რომ არავის წინააღმდეგი მანდ არ ვარ მე და არც არავის მხარს არ უჭერ. ჯერ ერთი თუნდაც იმიტომ, რომ არავის არ ვიცნობდი პატრიარქს მხოლოდ და მეუფე სერაფიმეს, რომელიც ასევე გარდაიცვალა, ძალიან კეთილშობილი კაცი. ბოლოს რომ ნახე 6 წლის უკან პატრიარქი მე პირდაპირ უთხარი, რომ უწმინდესო, არც არაფერი დასამალი არ მაქვს, უწმინდესო ეს კრებსები და სკანდალი საპატრიარქოს ირგვლივ, ის მეუფე პეტრეს განცხადებები და ასევე დაპირისპირება ცნობილი მტკვრის სანაპიროზე, ისევე როგორც მთელი ეს ანტიეკლესიური პიარი არის ორგანიზებული ბიძინა ივანიშვილის და მისი სპეცსამსახურების მიერ. ეს პირდაპირ უთხარი პატრიარქს სიცოცხლეში. როგორი იყო მისი რეაქცია? მისი რეაქცია იყო აი ასეთი. მეუფე შეევიდგა გვერდზე, ხო გეუბნებია უთხრა. აი, ღმერთი მაღლიდან იყურება და დამსაჯოს თუ რამეს ვატყუებდა საზოგადოებას ამ მონაკვეთში. ასე რომ დღეს მე მინდა მოუწოდო სინოდის ყველა წევრს დიდი პატივისცემით, რომ უარი თქვით ეშმაკის ვერცხლზე, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე მიიყვანა. და ნუ გავაკეთებთ ისე, რომ უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონა, ეს მტრის ეს სურვილი არ ავახდინოთ და ჩაატარეთ ისეთი არჩევნები და აირჩიეთ ისეთი პატრიარქი, რომელიც ჩამოყალიბდება ერის სულიერ მოძღვრად, ლიდერად, არ იქნება პოლიტიზირებული, არ იქნება ბიზნესთან დაკავშირებული, იცხოვრებს ღმერთით, ერით, ბერით და იქნება შოუმავალი ჩვენსა და უმაღლეს ღვთაებას შორის. აი ეს სჭირდება დღეს საქართველოს და არა პოლიტიზირებული სინოდი და სინოდში პოლიტიკურად და ბიზნესურად მოაზროვნე ადამიანები. რაც შეეძლო ილია მეორემ შექმნა თავისი ეპოქა, რაც შეეძლო მაქსიმუმი გააკეთა არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ეხლა უკვე სხვა ამოცანებია, სხვა პრობლემებია. პირველ რიგში უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია საპატრიარქოს, უნდა მოხდეს სინოდის რეფორმა და მთლიანად რუის ურბნისი მარტო ერთი დღის გამო კი არ ჩაატარა დავით აღმაშენებელმა. ეს პროცესია, განწმენდა, რეფორმა, დახვეწა, გაუმჯობესება
ხალხზე ზრუნვა, ღმერთთან ღირსეული შუამავლობა, ეს არის უწყვეტი პროცესი და სწორედ ამ პროცესით ითხოვს ჩვენი ხალხი მილიონობით რო იყო გამოსული რის თაობაზეც ახლა საუბრობდით ქუჩაში და მინდა გითხრათ რომ აი ამ მილიონიანმა საზოგადოებამ რაც მსოფლიომ ნახა 100 წიან მთელ სამყაროში ჩვენი იმიჯი კიდევ ერთხელ მაღლა და კიდევ ერთხელ დაანახა მთელ მსოფლიოს ძალა ჩვენი ხალხისა და რამდენჯერაც ჩვენი ხალხი ასწევს ამ იმიჯს ქვეყნისას და ატყორცნის მაღლა ორბიტაზე იმდენჯერ აი ეს მაჯლაჯუნა ივანიშვილი პუტინ ჭორვილიჩი ამას ჩამოაგდებს დაბლა თუნდაც იმ ისტორიებით რაც გუშინ ნახეთ მის სამარცხვინო ჩვენი ფულით აშენებულ სასახლეში.